ვიტვალეთ და გვაქვს სერიოზული მტკიცებულებები საქმე არის გამართული და დამთავრებული ჯერჯერობით ჩვენი მცდელობა არის იქითკენ რომ გრიფი მოიხსნას. აცხადებს გაზეთ ბათუმელებთან ინტერვიუში აჭარის პროკურორი. სპეცსამსახურების თანამშრომლებმა 2009 წლის 25 ნოემბერს სცადეს ბათუმელების ჟურნალისტი თედო ჯორბენაძე ძალით ჩაესვათ ზავიენთ ავტომანქანაში. ისინი ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟითაც დაემუქრნენ. დაიჭებიან თუ არა ჟურნალისტებზე მოძალადე პირები ამ კითხვას გაზეთი ბათუმელები კიდევ ერთხელ სვამს. პასუხი პროკურატურიდან წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც ერთია საქმეს გრიფი ადევს. გაზეთის რედაქტორმა და დირექტორმა საქმის ძიება თავად დაიწყეს და გამოძიებას კონკრეტული პირების ვინაობა აცნობეს. ეთერ თურაძე აცხადებს რომ საქმის ძიებას და დამნაშავეების დასჯას გრიფი საიდუმლო ხელს არ უშლის ბათუმელების ინფორმაციით 25 ნოემბერს ჟურნალისტის მოძალადე მთავარი პირი ამჟამად თბილისში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში მუშაობს. საიას ხელმძღვანელი გიორგი ქარცილაძე აცხადებს რომ პროკურატურა გრიფის მოხსნის გარეშეც უფლებამოსილია საქმე გამოიძიოს, რას აპირებს აჭარის მთავარი პროკურორი და რა გეგმები აქვს იუსტიციის სამინისტროს საქმესთან დაკავშირებით. მათ ეს მთავარ გამოშვებაში ნახავთ. არის რომ ადამიანები კანონის თანახმად უნდა დაისაჯონ დამნაშავე ადამიანმა რომელსაც ჩაიდინა დანაშაულის უნდა დაისაჯოს. მე ვამბობ და ესე მგონია როგორც ერთ მოქალაქეს რომ შეიძლება ამ საქმეს ედოს გრიფით საიდუმლო თუ არ იმაში რაღაც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციები შეიძლება იმ ხელისუფლებამ ამ საქმეს კანონიერად და საფუძვლიანად დაადო გრიფი შეიძლება ეხლაც არ არის იმის საფუძველი რომ ეს გრიფი მოიხსნას მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერ შემთხვევაში დაისაჯოს დამნაშავე ეს არის ჩემი ხედვა ამ საქმეს თავისთავად გრიფი არ უშლის ხელს გამოძიებას ჩუბლებრივი მნიშვნელობა უნდა ქონდეს. ცალსახად საქმეზე გრიფის არსებობა და ამის გამო არ გამოძიება და საქმის მსვლელობის არ მიცემა ეს არ არის მართებული ქმედება, მას მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. პროკურატურა მიუხედავად იმისა საქმეზე გრიფი ადევს თუ არ ადევს, მან დანაშაული უნდა გამოიძიოს და საქმეზე დაადგინოს ობიექტური ჭეშმარიტება.